ქვეყანაში კრიმინალის ზრდაზე საუბრობს ოპოზიცია და მაგალითად გორში მომხდარი მკვლელობა მოჰყავს. საუბარია 2 დღის წინ ქალაქის ცენტრში ბიზნესმენ ბორია გოგიჩაშვილის ძმის მკვლელობის ფაქტზე. ოპოზიციისაგან განსხვავებით მმართველი გუნდის პარტიაში კრიმინალის სტატისტიკისად საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. ბიზნესმენის ძმის მკვლელობის საქმეზე ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუკავებია გამოძება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. სავალალო სიტუაციაში ვარ ჩავარდნილი, კრიმინალური მდგომარეობა ძალზე საგანგაშოა, ეს გამოიწვია ხელისუფლების უმოქმედებამ, დაუსჯელობის სინდრომმა, ამინისტიამ, რომელმაც ყველა გამოუშვა ციხიდან, რომელიც მართლა გამოშვებული არ იყო, მე არ მახსოვს ესეთი ცინიკური და საშინელი მკვლელობა გორის ცენტრში დღისით მზისით ადამიანს კლავენ და ესეთ რამეს ადრე არავინ არ გაბედა. ის რომ კრიმინალური სიტუაცია არის ძალიან ცუდი, ძალიან გახშირებულია ძიმე ხასიათის დანაშაულები და დაუსჯელობის სინდრომთან გვაქვს მე ვფიქრობ საქმე. ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისათვის და ასევე იმ ადამიანებისათვის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობთ. ჩვენს ქალაქშიც მოხდა არაერთი და ერთ-ერთი იყო გუშინდელი შემთხვევა, ეს მთელ ქვეყანაში ასეთ სიტუაცია და ეს მეუთითებს, რომ კრიმინალი გაზრდილია ქვეყანაში და შესაბამის თავს სამსახურები ვერასრულებენ მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ყველას კარგად ახსოვს საახალწლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონ მღებრიშვილის ასე ვთქვათ ერთგვარი ბრიფინგი და ანგარიში მოსახლეობის წინაშე, სადაც მან ცალცახად დაადასტურა, რომ არანაირი სტატისტიკით არ დასტურდება კრიმინალური ასე ვთქვათ დანაშაულის და რა თქმა უნდა ეს არის მძიმე შემთხვევა, უმძიმესი ტრაგედია დანაშაული კონკრეტულად ოჯახისთვის, რა თქმა უნდა ქალაქისთვისაც ასე ვთქვათ შემაწუწუნებელია ეს ფაქტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს არის სტატისტიკა